გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 13 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი ცდუნება და ამ ცდუნების და გამოწვევების წინაშე тканან ბერმონაზვნებიც ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანები ბრძანდებით თქვენს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება დღევანდელ გადაცემაში შევეხოთ მეტნაკლებად იმ გამოწვევებს და იმ ცდუნებებს, რის წინაშეც დღეს თანამედროვე სამყაროში თქვენ მღვდელმსახურებს გიწევთ დგომა და ამ ყველაფერთან ბრძოლა, ასე ვთქვათ. ამიტომ სიამოვნებით მოვისმენ თქვენსაც ჯერ პირველ რიგში რას ნიშნავს სამონაზვნო ცხოვრება, რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რომ ყველაფერი იყოს მკაფიო და გასაგები და შემდეგ უკვე ჩავშალოთ იმ შეკითხვებში, რაც მეც მაწუხებს და ჩვენი მაყურებლებიც გვწერდნენ და გთხოვდნენ, რომ ამ თემას შევხებოდეთ. ვეცდები. უპირველეს ყოვლისა მივესალმები ჩვენს ძვირფას მაყურებელს და მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის და ამ საინტერესო თემისთვის, იმიტომ რომ მართლაც საჭიროა საკითხი გახლავთ, ეს ჩვენი მრევლისთვისაც კი ხშირად რაღაცა უცნობი რჩება, რას ნიშნავს ეს ბერმონაზვნობა, გაუგებარი რჩება, რატო შეიძლება ადამიანი ამ გზას ირჩევდეს საერთოდ და ამიტომაც ჩვენ ვფიქრობ, რომ სასურველია ვისაუბროთ ამ თემაზე და რაღაცნაირად უფრო მეტი ინფორმაცია მივიტანოთ ამ ადამიანებთან, რას ნიშნავს ეკლესიაში როგორ და რანაირად ჩამოყალიბდა, იყო თუ არა ამის ტრადიცია ადრე და დღეს როგორ არის და როგორ თქვა დროის ცვალებადობასთან ერთად რა ცვლილებები შეიძლებოდა მომხდარიყო. თუმცა კი აქვე უნდა გავმიჯნომე აუცილებლად დღეს ჩვენ რაზეც ვაპირებთ. საუბარს ეს არის ბერმონაზვნობის ინსტიტუცია, იმიტომ რომ ამ ინსტიტუციაზე როდესაც ვილაპარაკებ, ძალიან ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ მე ახლა ვიღაცა კონკრეტულ პიროვნებებს განვიხილავ, ვინც ზუსტად ასე ამ კანონებში არ ზის და ამასაც განმარტავ მე რატომ და როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს, იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებული ლოცვა კურთხევა შეიძლება იყოს, რომ ბერს ან მონაზონს დაევალოს და ჩამოვიდეს და ქალაქში ცხოვრობდეს და ესე იგი რაღაცნაირად სხვა საქმიანობით იყოს დაკავებული, ესე მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის კურთხევით და არა თვითნებურად და არა თავნებობით. ამიტომაც ვისაუბრებ ინსტიტუციაზე და არავინ მიიღოს, რომ ესე იგი განკითხვის მე არ მინდა რომ განკითხვის სული აღუძრა ადამიანებში, რომლებიც იტყვიან, რომ თურმე ინსტიტუცია ასეთი ყოფილა და სამაგიეროდ აგერ დავინახე ბერი, რომელიც თქვათ სადღაცას სადილს ჭამდა, ესე იგი ქალაქის ამა თუ იმ რაღაცა ადგილას. ამიტომაც ვიტყვით ინსტიტუციის შესახებ, რომ რას ნიშნავს ეს ბერმონაზვნობა, უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბიბლიას არ ვშორდებით ჩვენ საუბრებში და უნდა ვთქვათ, რა იყო ბიბლიური წესი და თუ გვაქვს რა საერთოდ მსგავსი მოცემულობა ჩვენ. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს და ძველ აღთქმაშიც კი გარკვეული აღთქმის წესი იყო ესა, როდესაც ადამიანი აღთქმას დებდა, რომ თავი უნდა მიეძღვნა უფლისათვის, შეიძლება დაედო ქალწულობის აღთქმა. ეხა ისეთი ინსტიტუცია არ არსებობდა, როგორც თქვა ჩვენ დღეს წარმოგვიდგენია და თქვა ესეთი სამონასტრო კომპლექსები შეიძლება არ შენდებოდა, მაგრამ არსებობდა ამისი გამოცდილება, ამისი დადასტურება უახლოეს, ესე იგი ახალი აღთქმის გარდამავალ პერიოდში თვითონ იოანე ნათლისმცემელია, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობს, მაგრამ უფრო უძველეს ხანაში არის ილია წინასწარმეტყველი, მაგალითისთვის შემეძლია დაგისახელოთ, რომელიც ესეთივე მეუდაბნოე ბერის მსგავსად ძალიან ხშირად მიდის, განმარტოვდება, ლოცულობს და ესე იგი მას აქვს განსაკუთრებული მადლი და ნიჭი გარდა წინასწარმეტყველებისა ამავდროულად ლოცვისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. რატომ ვამახვილებ ყურადღებას აი ამ ლოცვაზე? რომ ეს არის უმთავრესი მოვალეობა. ბერმონაზვნობა არის შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა, როგორც წერია სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც ესე იგი დაიბადნენ, რომ არიან საჭურისნი, არიან ადამიანები, რომლებმაც თვითონ გამოისაჭურისეს თავი ესე იგი ცათასასუფევლისთვის და აქ მხოლოდ ბიოლოგიურ მდგომარეობას არ გულისხმობთ ახლა ჩვენ რომ გამოისაჭურისეს თავი, ამაში არ გულისხმობთ იმას, რომ მართლა შეიძლება ადამიანმა წავიდეს და ფიზიკურად რაიმე ზიანი მიაყენოს თავის თავს, აი თუნდაც შეიძლება დავანებოთ აქ რაღაცა სექსუალურ ტოლვაზე საუბარს, შეიძლება გემოთმოყარეობის გამო ახლა ენაზე რო რეცეპტორები გაიქრო, მჟავა დაისხა ადამიანმა, პირობითად ვამბობ, ხო, ესეც დანაშაული არ შეიძლება რომ საკუთარ სხეულს ზიანი მიაყენო. აქ საუბარია იმაზე, რომ სულიერი თვალსაზრისით არის ეს და არაპირდაპირ ბიოლოგიური მნიშვნელობით, რომ თქვა გამოისაჭურისოს თავი და
გულისხმობს ამაში მაცხოვარი აუცილებლად იმას, რომ არიან ადამიანები, ვინც სათასასუფევლისთვის ამას აკეთებენ. და ვისაც როგორი ტვირთვა შეუძლია, ისე უნდა იტვირთოს. პავლე მოციქული ამბობს პირდაპირ, რომ ჯობია ცოლი შეირთოთ, ოჯახი შექმნათ, ვიდრე ის რომ ადამიანი თქვათ გახურდეს და რაღაცნაირად ესეთი ვერ იკმაყოფილებდეს თავის ამ ლტოლვას და შესაბამისად რაღაცა ცოდვაში ვარდებოდეს. ამიტომაც აკრძალული არ არის არც ერთი და არც მეორე ქრისტეს მიერ. და არც ის არ არის, რომ თქვათ, აუცილებლად ბერმონაზვნობაში ცხონდები და ერში ცოლს მოიყვანან გათხოვდები ვერ ცხონდები, ან და პირიქით, იქ არ წახვიდე, იმიტომ რომ ბერმონაზვნობა არ შეიძლება შენთვის და აუცილებლად ცოლი უნდა მოიყვანო, ეს უნდა იყოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. რითი წყდება ბერმონაზვნობა და სანამ ინსტიტუციას შევეხებით, კვლავ რაღაცა პიროვნულ მდგომარეობაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ეს უნდა იყოს ძალიან დიდი განჯის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ადამიანმა ნაჩქარევად მიიღოს ესეთი ნაბიჯი გადადგას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ მიზეზი იყოს ის, რომ თქვათ რაღაცნაირად ვერ შედგა ის ამ ცხოვრებაში, თქვათ როგორც პროფესიონალი რაღაც საქმისა, ან სამსახური ვერ იშოვა, ან შეყვარებულმა უარი უთხრა და მე შენ ცოლად აღარ გამოგყვებიო და ამიტომ კაცი წავიდეს და ესე იგი ბერობაზე დაიწყოს ფიქრი. ეს გახლავთ პირდაპირ გეტყვით უგუნურება, ცეცხლთან თამაში, არავითარ შემთხვევაში ასეთი რამ არ გაბედოს არავინ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდ დაბრკოლებაში აღმოჩნდეს მისი ზრუნვა და მოგახსენებთ რატომაც. არის შეიძლება მიზეზი ესეთი დასახელებული კიდევ რომ რაღაცნაირად იმ წუთში შინაგანი ესეთი აღტყინება აქვს, მაგრამ თუ კი ამას ცივი გონებით არ გადახედა და დიდი გამოკვლევა არ ჩაატარა საკუთარ თავში, ისე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და ამის შედეგადაც ძალიან დიდი დაბრკოლებაში შევიდეს მისი სული. რა უნდა იყოს ჭეშმარიტი მიზანი და მიზეზი? ეს გახლავთ ღვთისმაძიებლობა. ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც შენ ერთხელ უკვე განცდილი ღმერთის შეხება გინდა რომ გამუდმებულად არსებობდეს შენში. და ამის გამო რაღაცნაირად ცდილობ რომ სამყაროს ცოტა მოწყდე და ამ საქმეს მიუძღვნა შენი თავი. რას გულისხმობ ამაში ეხლავე მოგახსენებთ, როდესაც მაცხოვარი აღდგომის შემდგომ ეცხადება ორ მოციქულს და მათთან ერთად გზავრობს, ქადაგებას, ესე იგი განუმარტავს წმინდა წერილს და ქადაგებს მათთვის, ეს ორი ადამიანი, როდესაც მაცხოვარი გაქრება მათი თვალთა ხედვიდან, ესეთ რამეს ამბობენ, ჩვენი გული როგორი გახურებული იყო, როდესაც ის ამას გველაპარაკებოდა, როგორ მაშინვე ვერ ვიცანითო. ესეთ რამეს ეუბნება. თუ გახსოვთ ფერის ცვალების დროს, ნათელი, რომელსაც უყურებენ მოციქულები, პეტრე, იოანე და იაკობი არიან შეკრებილი და ამ სინათლის შემხედვარე ისეთი სიხარულის და ბედნიერების განცდა აქვს, რომ პეტრე ეუბნება, მოდი სამი კარავი ავაშენოთ, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ილიასთვის, რასაც ხედავს, ვისაც ესაუბრება მაცხოვარი, არ ფიქრობს საერთოდ საკუთარ თავზე. საერთოდ განცდა არ აქვს იმისა, რომ მთის წვერზე არიან, სადაც ძალიან ძნელია რაღაცა მოიწყო ისეთი პირობები, რომ ადამიანმა ოდნავი კომფორტი მაინც შეიქმნა, ის რომ ღამის სიცივე არ შეგაწუხოს თუნდაც, მთაზე მოგეხსენებათ უფრო მეტია. საერთოდ ამისი განცდა არ აქვს პეტრეს, არც სცივა, ღამეა და არეძინება. რაღაცნაირად ეს ბედნიერება, ეს სიხარული, რომელიც მასში შემოვიდა, გამუდმებულად უნდა რომ გაგრძელდეს. და აქედან გამომდინარე ამბობს იმ სიტყვებს, რასაც ამბობს. აი ეს გახლავთ სწორედ ეს მოწოდება, ეს შინაგანი არსობრივი მდგომარეობა ადამიანისა, თუმცა კი ეს განა ერისკაც არ უნდა კონდეს და აი ეს კითხვა მინდოდა ახლა ჩაკითხო. რა თქმა უნდა, რა განა ერისკაც არ უნდა კონდეს, მაგრამ როგორც მაცხოვრის სიტყვებია, რომ არიან ვიღაცა დაბადებიდან ასეთია, ვიღაცა თქვათ ამისთვის გამოისაჭურისებს თავს და ვიღაცა თქვათ ოჯახში, ეს არც ერთი არ უშლის ხელს, უბრალოდ საქმე იცით რაში არის, რომ ეხლა მრავალშვილიან დედას და მამას რო უთხრავთ, თქვენ ეხლა ღამეები აღარ უნდა დაიძინოთ და ახლა ასე უნდა იყოთ იმ შვილებს, ვინ გაზრდის. ამიტომ მათ შეიძლება ამისთვის ნაკლებად ეცალოთ. ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ძალიან საინტერესო შედარებას აკეთებს. რა არის ბერმონაზვნობა და რა არის საერო ცხოვრება. და ბერმონაზვნობას ადარებს სათბურში მოყვანილ ყვავილებს. და საერო ცხოვრებას ადარებს აი ველის მინდორში რომ ყვავილებია. ცოტა შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერდეს ყურში და გაუგებრათაც რომ რატომ ერთი და რატომ მეორე. სინამდვილეში ბერმონაზვნობა აი ამ სასათბურე პირობებში თუ არ არის შენახული და ის თუ გარე სამყაროსთან შეხებაშია, ის აუცილებლად კვდება. აი ძალიან იშვიათი ყვავილი, რომელსაც ჭირდება განსაკუთრებული პირობა.
ეხლა ვთქვათ, ციმბირის სიცივეში რაღაცა ვერ მოვა, რომელიც სუბტროპიკულია და ვერც ვთქვათ, იქ რაღაცა თოვლზე მოსულ ყვავილს ვერ მოიყვან 50 გრადუს სიცხეში, ხო მართალია, მაგრამ სასათბურე პირობებს მას სადაც შეუქმნი, მნიშვნელობა არ აქვს გარეთ როგორი კლიმატია. მთავარია სათბურში იცავ შენ აი ამ წესს და ამ სათბურში შეიძლება მოიყვანო ისეთი მცენარე გაახარო, რომელიც სადღაცას მხოლოდ სოფლიოს ერთ-ერთ წერტილში ხარობდეს და მეტი ვერსად. ამიტომაც ამ სასათბურე პირობებშია ბერმონაზნობა, თუ კი ისინი ინარჩუნებენ ბერმონაზნობას. მაგრამ როგორც კი გამოდიან გარეთ, სადაც სასათბურე პირობები არ არის, სადაც გადატანა უწევს ერისკაცებს იმისა, რომ ხან ყინვა, ხან თოვლია, მაგრამ ადაპტირება ხდება, თქვათ, შენი იმისა, რომ ამას ყველაფერს უნდა გაუძლო, ამიტომაც ხშირად წმინდა მამები წერენ, რომ ერში ცხოვრება უფრო ძნელია, ვიდრე ბერმონაზნობაშიო. ამიტომ საერო მღვდელს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ და ამბობენ, რომ მათ უფრო მძიმე ჯვარი აქვთ, ვიდრე ბერმონაზონსო და ეს არაერთს უწერია, ამბობს, რომ ამ მონაზონს შეიკეტება და იმ სასათბურე პირობებში ამყოფებს თავის ამ სულს და აქ კიდევ შეიძლება ძალიან ბევრი ბრძოლა კონდეს ადამიანს. ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ინსტიტუციას თუ ასე წარმოვიდგენთ, ბერობას როგორც სასათბურე პირობებს და ერის საუნდელოებას ეს ეველის ყვავილებს, ვიცოდეთ რომ ისინი როგორც კი გარეთ გამოდიან, იმას კარგავენ. ისინი აღარ არიან უკვე იმისთვის, რისთვისაც წავიდნენ, შეიძლება ეს დავალებით მოხდეს, შეიძლება ეკლესიას ძალიან სჭირდებოდეს, იმიტომ რომ ვიღაცა უნდა გამოირჩეს იქედან რაღაცა სასულიერო იერარქიისთვის, რომელსაც უნდა დაევალოს, თქვათ, მართვა, გამგეობა, რაღაცა ეკლესიის მღვდელმთავრობა, თქვათ, თუ რაღაცა რომელიმე მონასტრის წინამძღვრობა. ეს თუ მას უნდა, ცუდად არის მისი საქმე. ის არასდროს არ ყოფილა მაშინ მონაზონი. მაგრამ როგორც კი ეკლესიის კურთხევით აკეთებს ამას, ემორჩილება ამ კურთხევას და სხვა გზას ვერ ხედავს, ამას აკეთებს არა სიხარულით მინდა გითხრათ, არამედ აკეთებს იმ იძულების გამო, რომ უარსარეუბნება თავის ეკლესიას. თორემ სხვაგვარად ნამდვილი ბერობის და მონაზვნობის გემო ვინც იცით, ისინი ისიც რას ამბობენ, რომ მონაზვნობაში წასული ადამიანი რომელსაც რაღაცა გარკვეული მორჩილებები იქაც აკისრია შიდა ამ სასათბურე პირობებშიც კი რაღაცა აქვს გარდა იმისა რომ თქვათ ამ ლოცვას უნდა იყოს მიცემული აქვს თქვათ დავალება რომ აი დღეს ტრაპეზში უნდა იყოს და თქვათ სადილი მოუმზადოს საძმოს ერთი სული აქვს რომ ამ თავის მორჩილებას როდის ამოწურავს რომ კვლავ მიაშუროს იმ საღვთო სინათლეს რომელიც მოიპოვა და არ მოიპოვება ის არსად თუ არა ამ მონაზნურ ღვაწლში, სადაც შენ შეგიძლია ილოცო და ეს ლოცვა ჩვენთვის თითქოს გაუგებარია, რომ აი იესოს ლოცვას გამუდმებით იმეორებენ და რა, გავიმეორე 100 ჯერ, გავიმეორე 1000 ჯერ. გამომიცდია მეც ეს ამბავი და რა, მე ამის შემდგომ რა. მაგრამ როგორც კი შენ ამ ლოცვაში იწყებ გონიერ ლოცვას, რომელ გონიერ ლოცვასის შესახებაც ასწავლიან მამები. ეს გონიერი ლოცვა არის იმ სინათლის მომპოვებელი რომელიც სინათლესთანაც აღარასდროს აღარ მოგინდება მოშორება. რომელიც სინათლითაც გამუდმებულად გინდა რომ იკვებო და ამიტომაც აღარ გადარდებს არანაირი კომუნალური პირობები. აღარ გადარდებს ცივა თუ ცხელა. აღარ გადარდებს როგორ იყვნენ აბა უდაბნოში როგორ შეეძლოთ ეცხოვრათ, სადაც წერიც კი არ ქონდათ რომ რაღაცა შეფარებოდნენ ან მზის სხივებისგან და დაცულები ყოფილიყვნენ ან გამოქვაბულებში იყვნენ და კვირიდან კვირამდე შეიძლება ერთხელ მიეღოთ საკვები როგორ წარმოგიდგენიათ ეს თუ ასე არ არის რომ ამ სინათლით იკვებებიან სინამდვილეში ისინი სულიერად მაშინ სხვაგვარად გამოდის რომ რაღაცა სულიერ ავადმყოფობასთან შეიძლება გქონდეს საქმე თუ ვინმე იტყვის რომ ამ ქრისტეს ძიების გარდა სხვა რამ შეიძლება თქვათ ადამიანს აიძულებდეს მსგავს მოღვაწეობას მაშინ იცით ეს როგორ გამოდის რომ რაღაცა თლად ჯანმრთელ ურთიერთობასთან არ გვაქვს ჩვენ. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი ზნეობრივად ჩვენ ნახულობთ რომ აგერ სხვა სარწმუნოებაშიც ბუდისტებთანაც გადასარევი ხალხი ცხოვრობს და ისინი ნაკლებ ღვაწლს კი არ არიან მიცემული, მაგრამ ქრისტეს გარეშე არიან. ანუ მადლი და აი მადლთან შემხებლობა, რასაც მართლმადიდებლობა ასწავლის, რასაც გრიგოლ პალამას მთელი შრომები აქვს მიძღვნილი ამ საღვთო სინათლის შესახებ, უქმნელი ნათლის შესახებ, რომლის მოპოვებაზეც არის მთელი ბერმონაზნობის არსი დაფუძნებული.
მაშინ ამ ყველაფერს ეკარგება აზრი. ამიტომაც ამ სასათბურე პირობებში ხდება მხოლოდ და მხოლოდ ბერმონაზნობის შენარჩუნება. თუ არ იარსებებს ბერმონაზნობა, მე მინდა გითხრათ, რომ მართლმადიდებლობის არსებობასაც კი შეიძლება დაუდგეს რაღაც ეჭვის ქვეშ დადგეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის, ჩვენი არსებობისთვის. რატომ იყო რომ საქართველოს ყველაზე ძლიერი ხანა, ყველაზე ბევრი, როდესაც ვიყავით თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით, როდესაც ვამბობთ, რომ ამდენი მილიონი ცხოვრობდა საქართველოში, მაშინ როგორი იყო სამონასტრო მდგომარეობა და ვითარება და როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, რა ხდებოდა ამ დროს მონასტრებში. წარმოიდგინეთ, რომ ათონის მთაზე ივერონის მონასტერში ბოლო ქართველი ბერი იხვეწება, ვინმე ერთი იქნებ იშოვოთ, რომ გამოუშვათ აქ, რომ ქართველი ერთი კაცი მაინც დარჩესო. აღარ იყო ქართველი რომ იქ ჩასულიყო და ემოღვაწევა. ისევე როგორც ჯვრის მონასტერში იერუსალიმში და ასე შემდგომ. და სამაგიეროდ იყვნენ ბერები, რომლებიც 6000 კაცი ერთ ღამეში მოწყვიტეს დავით გარეჯის მონასტერში და ნახეთ საქართველოს ისტორიული მდგომარეობა როგორია სულიერი მდგომარეობა თქვათ ეკლესიისა. ამიტომაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც ჩვენს ბერმონაზნობას განსაკუთრებული ხელშეწყობა ჭირდება. არ იყო ადრე ტრადიცია, დღეს ცოტა არ მინდა რომ დასავლეთს ამ კუთხით მივემსგავსოთ ჩვენი ტრადიცია გაგვაჩნია და ძალიან კარგი. შეიძლება ადმინისტრაციული მოწყობის კუთხით ისინი ამას უკეთესად აკეთებდნენ. მათ აქვთ მაგალითად კათოლიკური ეკლესიის მაგალითებს მოვიყვან, მათ აქვთ გარკვეული ორდენები. რომ ესა და ეს ორდენის მონასტერი, თქვა, სადაც არ უნდა გაიგონოთ სოფლიოს რომელიმე კუთხეში, თუ ეს ორდენია, მე რო არ ამერიოს, ამიტომ არ დავასახელებ შეგნებულად ორდენებს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ განათლების სფეროს. დანაწევრებულია ვარგების მიხედვით. ხო, არის რაღაცა ორდენი, რომელიც ემსახურება სოციალურ მსახურებას. ისინი მთელი თავის ცხოვრება მიძღვნილი აქვთ და თუ რაიმე შემოსავალ-გასავალი არსებობს, თვითონ უპოვარები არიან, მაგრამ ემსახურებიან გაჭირვებულებს და ავადმყოფოებს და ასე შემდგომ უპატრონოებს და სულ ამაზეა მათი მსახურება და ძალიან კარგად აქვთ ეს სისტემა აწყობილი. არის თქვათ რაღაცა ორდენი, რომელიც ემსახურება ადმინისტრაციულ მმართველობას, ასე შემდგომ და ასე შემდგომ. შეიძლება ერთი კუთხით თვალსაზრისით ეს არ იყოს ცუდი, მაგრამ ჩვენს გაგვაჩნია ჩვენი ტრადიცია მონასტრისა, რომელსაც ისევე სათბურს შევადარებ და გაგვაჩნია ტრადიცია მონასტრებისა, რომელიც საგანმანათლებლო კერები იყო და იქ ხდებოდა, რა თქმა უნდა, იქ ხდებოდა თარგმანები, იქ ხდებოდა საიდან გვაქვს ჩვენ ეს უძველესი ლიტერატურა, ქრისტიანული ლიტერატურა არ დარჩენილა ფაქტიურად წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე არ გადმოსულიყო, მთაწმინდელებმა ამაში ისეთი დიდი ღვაწლი დასდეს, რომ რა გითხრათ და იმის შემდგომაც არ გაჩერებულა და არც იქამდე, იმიტომ რომ უკვე შუშანიკის წამებაში ჩვენ ვიცით რომ მანთან წაიღო ევანგელე და ფსალმუნები და ეს ხო ქართულ ენაზე იყო და მეხუთე საუკუნეზეა საუბარი. ამიტომაც იქამდეც იყო უკვე ეს მუშაობა და რა თქმა უნდა სამონასტრო მუშაობა იყო ეს, რადგანაც საერო მთარგმნელს დღესაც ვერ მიანდობ სასულიერო ლიტერატურას. შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ იმ სპეციფიკური გამოთქმების გამო, რომელიც შენ შეიძლება თარგმნიდი ამას ძალიან თავისუფლად თანამედროვე ქართულ ენაზე, მაგრამ საღვთისმეტყველო არსი შიგნით ის ვერ ჩადო, რომელსაც გულისხმობს დედნისეული ენა. ამიტომაც ეს ძალიან ფაქიზი და საშიში თემაა, შეიძლება დოგმატურ დარღვევამდე მივიდეს ესეთი თარგმანი. შესაბამისად ეს ძალიან დიდი საქმე იყო და რა თქმა უნდა მონასტრებს ევალათ. ამიტომაც იყო სასათბურე ბერობა, როგორც ესე შეიძლება ითქვას, იყო საგანმანათლებლო კერები, იყო ასევე სოციალურიც, რა თქმა უნდა, რომლებიც მართლაც ამ თემაზე მუშაობდნენ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ცდილობდა, რომ მონაზონი იმიტომ კი არ გამხდარიყო, რომ თქვათ ერთთან რაიმე კავშირი შეენარჩუნებინა, იმიტომ რომ მონაზვნის პირველივე მოვალეობა, მაგალითად კიბის აღმწერელი, როგორც იწყებს თავის 30 საფეხურიან კიბეს, როცა აღწერს, პირველივე ესე იგი თავი მიძღვნილია იმაზე, როგორ უნდა განეშორო ამ სოფელს. და განეშორო ამ სოფელს, როგორ კოსმოსში ხო არ გაფრინდები, დედამიწაზე უნდა დარჩე ისევე, მაგრამ ამ სოფლისგან უნდა მოხდეს შენი მოშორება, იმიტომ რომ ამ სოფლისეული აზროვნება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოდიოდეს შენში. რადგანაც თუ კი ბერი და მონოზონი შემოდის და ამ სოფელზე იწყებს რაღაცა ზრუნვას, იცოდეთ რომ ის მოწყდება იმ სინათლეს, რომელიც სინათლესაც უნდა ხედავდეს პეტრეს მსგავსად
თაბორის მთის უქმნელ ნათელზე მაქვს საუბარი. მამა კახაბე რა თქვენ ბრძანეთ ახლა რომ ამ ქვეყნიურს უნდა მოწყდეს ბერმონაზონი და ნუ გასაგებია ეს მონასტრულ ცხოვრებაზე ეს ცხოვრებასთან მიმართებაში თუმცა საერო ცხოვრებას რომ შევეხოთ და იმ ღვთაემსახურებს ვინც საერო ცხოვრებაში დარჩნენ და ადამიანებს ჩვეულებრივ მოგტავებს გვეხმარებიან რომ რაღაცნაირად გავიგნოთ გზა ამ მიწიერ ყოფაში. როდესაც ვთქვათ მე ვარ გზააბნეული და მოვალ თქვენთან და გკითხავთ სად არის სწორი გზა თქვენ მე დამეხმარებით რომ მიმითითოთ საჩელება ვიპოვო საჩელება ხო ნუ ან სახარების საფუძველზე ან წმინდა მამების სწავლების საფუძველზე დამეხმარებით რომ ვიპოვო ჩემში ეს სინდისის ხმა რასაც ღმერთის ხმა ქვია მაგრამ აი როდესაც თქვენ თვითონ სამღვდელო პირებით გახართ ამ არჩევანის წინაშე თქვენ ვინ გეხმარებათ ამ დროს არ შეიძლება სასულიერო პირს მოძღვარი რომ არ ყავდეს არ შეიძლება მე რა რომ მე მღვდელი ვარ მე აუცილებლად მოძღვარი მყავს მე მას რეგულარულად ახსარებებს ვაბარებ ვისაც ესე არ აქვს ეს საკითხი დაყენებული მას ძალიან გაუჭირდება სასულიერო პირობა მაგრამ ჩვენ ახლა კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ რაც თქვენ ბრძანეთ ამაზე პასუხიც იქნება ეს მე ვფიქრობ რომ ჩვენს თანამედროვე ეკლესიას ახლა დღეს უკვე აღარ აქვს იმისი პრობლემა რომ სასულიერო პირები მოიწიოს ვგულისხმობ ამაში რას აი როდესაც ახლა ჩვენი პატრიარქი აკურთხეს პატრიარქად 5 მღვდელმთავარი იყო ეკლესიაში წარმოგიდგენიათ და 50-მდე მღვდელი სულ მთელ საქართველოსია საუბარი დღევანდელ დღეს ახლა სტატისტიკა მოგეხსენებათ მღვდლების რაოდენობისა და მე არც ვიცი მართალი გითხრა რამდენი ვართ ღმერთმა ამრავლოს სამღვდელოება ჩვენი მაგრამ მღვდელმთავრები 40-ზე მეტი არიან რას გულისხმობ ახლა ნახეთ მაშინ ისეთი გასაჭირი იყო თქვენ ახლა რაზეც ისაუბრეთ რომ თქვა რაღაცა გიჭირს და მოძღვართან გინდათ მის ისეთი გასაჭირი იყო ამ 50 მღვდლისგან ახლა რომელიც ყავდა რა თქმა უნდა ყველას ეთყოდი რომ მიიღე ადამიანი დაავალე რაღაცა ესე დღევანდელ დღეს მე ვფიქრობ რომ ნელ-ნელა დაწყებულია კიდეც და ალბათ კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება ეს საკითხი რომ მაგალითად მღვდელს რომ აკურთხებენ მან მოძღვრობა არ უნდა დაიწყოს არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ეხლა წარმოგიდგენიათ თქვენ სამედიცინო უნივერსიტეტს რო დაამთავრებს ადამიანი ის შეგიძლიათ თქვენ ოპერაციაზე შეუშვათ ურთულეს ოპერაციაზე გული უნდა გადაუნერგოს კაც სამედიცინო აქვს დამთავრებული და ამიტომ გადაუნერგავს სამედიცინოს დამთავრება მომცემს მე ამის საშუალებას რომ გული გადაუნერგო ისე რომ ეს ყველაფერი მე არ ვნახო მრავალი წლის განმავლობაში და პრაქტიკა არ გავიარო სხვა გამოცდილ ექიმთან ერთად დაახლოებით ასე უნდა შევხედოთ ჩვენ ამ საკითხს იმიტომ რომ განსაკუთრებით ბერმონაზონობაში მე მინდა მივმართო ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას განსაკუთრებით ახალგაზრდებს ნუ დაიწყებთ თუ კი ვერ შეაპირებთ ცხოვრებას ნუ დაიწყებთ მონასტრებში ესე იგი მოძღვრების მოძიებას არ შეიძლება ეს შეიძლება მრავალი დაბრკოლება შევამთხვიოთ ამ ადამიანს როგორც წარმოგიდგენიათ ახლა გადაწყვიტა ახალგაზრდა კაცმა ბერობა გაუშვეს მონასტერში, აღიკვეცა ბერად და მღვდლობა მისცეს რომ იმ თავის მონასტერში მღვდელმსახურება გასწიოს. დაუჯდა ახლა იმას ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იქ და ელაპარაკება რაღაცა თავის განცდებზე და ფიქრებზე და როგორ მიყვარხარ მამაო, როგორ წარმოგიდგენიათ ეს თქვენ ნორმალური მდგომარეობას შეეფერება თუ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. როდესაც იყო ძველი წესით ესეთი მართლა თქვათ რომ მონასტერში გინდოდა აღსარების ჩაბარება, იმ მონასტერს თავისი აღსარებელი ბერი ყავდა. რას გულისხმობდა ეს იცით? ვისაც უკვე მრავალი წლის გამოცდილება აქვს, ეს ვნებები მასში ისე ჩამცხრალია და აღარაფერი აღარ მოქმედებს ახლა იქ მიყვარხარ მამაო და გაპრანჭები და მისთვის აღარაფერი აღარ არის ეს უკვე. მან ზუსტად იცის ამას რა წამლითაც უნდა უწამლოს, როგორი ურთიერთობითაც, რა დისტანციითაც უნდა იყოს მასთან ერთად. მიუხედავად ამისა რომ ესეთ გამოცდილ ბერებთან ხდებოდა მხოლოდ აღსარების ჩაბარება, იცით როგორ ხდებოდა ეს? რომ მაგალითად, ეხლა რომ ეს აღსარებო ოთახი იყოს და მე თქვენ რომ მე ეხლა აღსარებას მაბარებდეთ, აი ამ ოთახის იქეთ კუთხეში ცოტა მოშორებით ისე რომ ჩვენი საუბარი არ ესმის, ერთი ბერი ან მონაზონი აუცილებლად იჯდა და სკვნილზე ლოცულობდა, რომ მე და თქვენ მარტო ერთმანეთთან არ დავრჩენილიყავით. ამიტომ ასეთ სიფრთხილეს იჩენდა ყოველთვის ეკლესია, რომ რაღაცა ცდუნება არ შესულიყო. და ეხლა დღევანდელ დღეს, ესე იგი, დღევანდელი ჩვენი ჩაცმულობის, დღევანდელი ჩვენი მაკიაჟებისა და თმების და ბრილიანტების და ასე შემდგომ ამ ასე რო გამოიყურება ადამიანი
ის რომ მიადგება ახლა ახალგაზრდა და გამოუცდელ ბერს, რა შეიძლება მას დამართოს. ამიტომაც დავიწყეთ ეს გადაცემა, ამ თემით რომ თანამედროვე მე ძალიან მინდა ვთქვა, იმიტომ რომ არიან ერისა ან როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მას არასდროს არ ყოლია ახლა 22 და 23 წლის ბიჭები მინახავს მე რომ აღკვეცილან ბერად და უნდა მიუძღვნან თავი ქრისტეს და არასდროს არ ყოლიათ ცოლი, არასდროს არ ყოლიათ შვილები. რა რჩევა უნდა მოგცეს შენ გათხოვილ ქალს თუ ცოლმოყვანილ მამაკაცს ახლა ოჯახზე როგორ შეიძლება იმან დაგელაპარაკოს? აი იმ ბერმა შეიძლება დაგელაპარაკოს, იმიტომ რომ გამოცდილება უკვე შეძენილი აქვს მას, ცხოვრებისეული გამოცდილება და უკვე ბევრისთვის შეიძლება მოსმენილი აქვს გავსი პრობლემა, მაგრამ ამან როგორ შეიძლება რაღაცაში? ეს შეიძლება აქ ერში ყოფმა ჩვეულებრივმა ცოლოსანმა მღვდელმაც თავიდან ვერაფერი ვერ გასწავლოს, იმიტომ რომ მასაც არ კონდეს დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ ცოლი შეიძლება სრულიად ახალშერთული ყავდა 3 და 4 წლის, როდესაც ის მღვდლად ეკურთხა და აქ კიდე სხვა რამეა საჭირო. ეს არ არის რომ ახან ცოლი მოვიყვანე, გუშინ უკვე ყველაფერი ვიცი ოჯახზე. ეს ხომ ასე არ ხდება სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისა არ იყოს. ან სემინარია რომ დავამთავრე და მე აკადემიაც მივაყოლე. ამის გამო ახლა მე ისეთი სრულყოფილი მოძღვარი ვარ, რომ ყველაფერზე რჩევა შემიძლია საავადმყოფოში რომ შედიხართ, დაახლოებით ესე უნდა შეხედოთ ამ საკითხს. საავადმყოფოში რომ შედიხართ, თეთრი ხალათი აცვია ყველას. მათ შორის სანიტარსაც კი. იმიტომ რომ მას სისუფთავის დაცვა ევალება იქ. მაგრამ თქვენ ეძებთვის, ვინც იცით რომ გამოცდილი მკურნალია, ვინც იცით რომ ზუსტად უწამლებს თქვენს, ესე იგი, ავადმყოფობას და აქედან მორჩენილი წახვალთ. ვინც იცით რომ ეხლა გამოუცდელია და ექსპერიმენტი შეიძლება ჩაატაროს თქვენზე რომ მოდი ეხლა ეს წამალი ვცადოთ, არი ვარგა, მოდი ეხლა სხვა ვცადოთ. რომელი ადამიანი გაბედავს ამას და რომელი მივამსგავს ექიმთან რომ საკუთარი თავი ესე საექსპერიმენტოდ გაწიროს. ამიტომ ნურც სულიერ ვითარებაში ნუ გაწირავთ საკუთარ თავს და ნუ დააზიანებთ იმ ადამიანსაც, იმ მონასტერსაც, სადაც არც კი არის რეკომენდირებული რომ საერთოდ დადიოდნენ ქალები და თქვათ მამაკაცთა მონასტერში და პირიქით დედათა მონასტერში მამაკაცები ხშირად შედიოდნენ და გამოდიოდნენ. არ არის დაშვებული რომ ათონის მთა ეს კიდე განსაკუთრებული მოვლენა იქ აგრძელულია. აქ თქვათ მონასტერში კიდე რაღაცა განსაკუთრებულ მომენტში შეიძლება შედიოდეს რაღაც თქვათ ცალკე ადგილი არსებობდეს. მართლა ესე იყო გამოყოფილი, რომ მონასტრები საცხოვრებელი სადაც იყო, იქ თქვათ დედებთან მამები არ შედიოდნენ და მამებთან დედები, მაგრამ იყო თქვათ საერთო ეკლესია შეიძლება ესე ითქვა, სადაც ერთხელ შეიძლება დამდგარიყვნენ მსახურებაზე, მაგრამ ეს იყო ის გარდაუვალობა, რაღაცა ისეთი შემთხვევა, გარდაუვალი შემთხვევა, რომ რაღაც აუცილებლობის გამო რა ასე უნდა მოხდარიყო, მაგრამ ყოველთვის ცდილობდნენ რომ ცალ-ცალკე ყოფილიყვნენ თვითონ მონაზვნობაში მყოფი ადამიანებიც კი. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ერის ადამიანები ესე შტურმით შევარდებიან მონასტერში და იქ ახალგაზრდა ბერმონაზნობას ამ დროს რა შეიძლება, ანუ სათბური, სადაც მუდმივი ტემპერატურა უნდა მეჭიროს მე 40 გრადუსი, იმიტომ რომ სხვანაირად ეს ყვავილები ვერ გამიძლებენ და აქ ვიღაცამ გააღოს ეხლა კარები და შემოუშვა შიგნით გარედან ქარი, ისეთი ქარი, რომელიც ამ ტემპერატურას 40-დან უცბად 30-ზე ჩამოაგდებს, სადაც შეიძლება მთლად კი არ განადგურდეს, მაგრამ 1-2 ფოთოლი ჩამოწვივდეს. ის 1-2 ფოთოლი იმისი მშვენება იყო და შენ აი ამ მშვენებას ნელ-ნელა აცლი ესე თითო-თითო ფურცლობით და ამ ყვავილისგან შეიძლება დამიტოვო ერთი გამხმარი ღერო, რომელიც აღარც თვალს მოსწონს, აღარც სმენას და აღარც ესე იგი აღარც ყვავილად აღარ ითვლება. ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ბერმონაზნობთან ურთიერთობას და ჩვენ სამღვდელოებასთან ურთიერთობასაც. ამიტომაც გამოცდილ მოძღვარს უნდა ეძებდეს, როდესაც სულიერი მკურნალი გჭირდება. იმ ახალგაზრდა მოძღვართან შეიძლება თვითონ ამ გამოცდილმა დაგავალოს მერე რომ გაზრდის თვალსაზრისით რაღაცა მოკლე აღსარებების ჩაბარება გასწავლოს და აგიხსნას რომ ასე მიდი თქვათ ესე მოკლედ იმას ესე ჩააბარე, მაგრამ ვრცელი საუბრები რაღაცა შინაგანი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილ მოძღვართან, ისევე როგორც საავადმყოფოში არ მიხვალ გამოუცდელთან, ესევე ეკლესიაშიც ესე უნდა გააკეთოს ადამიანმა. და მამაკახაბერ აუცილებლად მინდა ეს შეკითხვაც დავსვა. მართალია ჩვენ გადაცემის დრო ამოიწურა, მაგრამ რადგან ჩვენ სამონასტრო ცხოვრებაზე ვსაუბრობთ და რადგან თქვენ თქვით, რომ პატრიარქის აღსაღწრების დროს ძალიან ცოტა მღვდელმსახური იყო ჩვენს ქვეყანაში და ახლა ძალიან ბევრია, ხშირად არის საზოგადოებაში ეს აზრი და მომიტევეთ, რომ ვაჟღერებ მსგავს შეკითხვას. არის თუ არა ერთგვარი რუის ურბნისის კრება მოსაწვევი და ჩასატარებელი ვთქვათ სამღვდელო მიმართულებით
არ მინდა წმენდა დავარქვა, უბრალოდ რაღაცნაირად გამორჩევა ჭეშმარიტი და ესეთი მოძღვრების არც ვიცი როგორ ვთქვა, ცოტათი მე თვითონ ვუხერხულობ ამ შეკითხვას რომ ვსვამ, თუმცა ძალიან ბევრი ახალგაზრდისგან მსმენია, რომ არსებობენ არ ვიცი ვინ როგორ მიიჩნევს, ვინ რას ეძახის სწორ მოძღვარს და არასწორ მოძღვარს, თუმცა ძალიან ხშირად მსმენია მათგან ეს დამოკიდებულება და აი როგორი რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? მოგახსენებთ რა თქმა უნდა, თუმცა კი წეღანის აზრი ვერ დავამთავრე მოძღვრის სკოლასთან დაკავშირებით თვითონ ჩვენ მოძღვრები როგორ ვიქცევით. მე ხომ მღვდელი ისე ვერ გავხდებოდი თქვა ეკლესიაში რომ არ მევლო და ეკლესიაში რომ დავდიოდი ბუნებრივია მოძღვარი მყავდა და შესაბამისად ამ მოძღვართან ჩემი ურთიერთობა ნარჩუნდება. თუმცა კი ხანდახან ხდება რომ შეიძლება მოძღვრის შეცვლა დასჭირდეს იმ იერარქიის გამო რომ თქვა ადამიანი თუ თქვა ერიდან ბერში წავიდა იქ რა თქმა უნდა ჯობს რომ მე რომ ახლა აღკვეცილიყავი ბერად, მაშინ ახლა ცოლოსან მღვდელთან აღარ ვივლიდი, იმიტომ რომ იმ გამოცდილების კაცს ვნახავდი, ვინც უკვე ამ ბერობის გზები გაიარა და მაგრამ მოძღვრის გარეშე არავითარ შემთხვევაში. არც ერში, არც ბერში მოძღვრის გარეშე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ შენ ესე იგი საკუთარ თავზე ხარ დაყრდნობილი, თითქოს არავისი გამოცდილება არ გჭირდება და ამას საითკენ მიყავს ადამიანი, კარგად მოგეხსენებათ. ამას ესე ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე. რაც შეეხება რუის ურბნისის კრებას. რუის ურბნისის კრება ძალიან დროული იყო მაშინდელი საქართველოსთვის მოგეხსენებათ და რაღაცა გარკვეული წესები, რომლებიც მან მიიღო ჩვენთვის კანონებია ეს წესები დღევანდელ დღესაც და ესეთი კრებები, ну ვთქვათ, თუ ესეთი ძალისა არა, როგორც რუის ურბნისის კრება არის, ძალიან ხშირად ტარდებოდა ეკლესიაში. თქვენ არ გეგონოთ, რომ ეკლესია ესე არის კრების გარეშე. ტარდებოდა და ტარდება დღესაც. უბრალოდ ამ კრების მეტნაკლებობაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, იმიტომ რომ არის გაფართოებული კრება, რომელ გაფართოებულ კრებასაც შეიძლება ესწრებოდეს მთელი სამღვდელოება ქვეყნისა. ან რაღაცა რჩეული წარმომადგენლები ყველა მონასტრიდან, ყველა ეპარქიისა, ყველა თქვათ საერო ეკლესიის წინამძღვარი ფორმაც გააჩნია როგორი იქნება და ბუნებრივია ყველა მღვდელმთავარი. არის შიდა კრება, რომელსაც ჩვენ სინოდის წმინდა შეკრებას უწოდებთ და ეს მღვდელმთავართა კრებაა. ამის გარდა არსებობს კიდევ სინოდალური კომისია, რომელიც მართალი გითხრათ, არ ვიცით რა ინტენსივობით იკრიბება, მაგრამ ისინი რაღაცა მიმდინარე საკითხებს განიხილავენ. ეხლა ჩვენ აქეთ ერისკაცები რო გამოდიან და რაღაცა მეც მომისმენია ეს რომ რუის ურბნისის კრება უნდა ვინ ამბობს იცით ამას? ვინც არც ერთი კანონი არ წაუკითხავს რუის ურბნისის კრებამ რა მიიღო და რატომღაც გონიათ რომ რუის ურბნისის კრება ინკვიზიცია იყო და ცეცხლზე დაწვეს ესე იგი ხოლოდ ეს გონიათ კი ხო რატომღაც ესე გონიათ რომ ცეცხლში დაწვეს არაფერი რუის ურბნისის კრებამ განსაზღვრა რომ ვიღაცა თქვა მღვდელი შეცოდებით იყო და იმ მღვდელს მღვდლობა ჩამოართვეს და ეს ხდება ამ კრებებზე ეს შეიძლება ასე ჩვენ სატელევიზიო იმაში რადგან არ ვაცხადებთ ფორმატში რომ ვიღაცა მღვდელს მღვდლობა შეუჩერდა ძალიან ბევრია რომ ვიღაცა მღვდელს მღვდლობა შეუჩერდა რაღაცა შეეშალა ამ ადამიანს და ამიტომ კი არ გადავაგდეთ კი არ გავრიყეთ რაღაცა შეიძლება ეპიდემია იყოს ეს დროებითი იყოს შეიძლება სამუდამო იყოს ეს მიმდინარეობს ეგ საპატრიარქო მუშაობს თვითონ პატრიარქს მოგეხსენებათ შეიძლება ხა ამისი ძალა აღარ შესწევს ასაკიდან გამომდინარე რომ ყოველ დღე იყოს და ყოველ წამიერად ამაში ჩართული მაგრამ პატრიარქთან აუცილებლად მიდის ამ ყველაფრის განხილვა სინოდის წევრები ამას ადიან და ესაუბრებიან და ყველაფრის საქმის კურსში აყენებენ თუმცა კი აქვე იმასაც ვიტყვი რომ ნამდვილად შეიძლება არ გვაწყინოს გაფართოებულმა კრებამ ეს ჩემი რეკომენდაცია კი არ იქნება მღვდელმთავრები თვითონ გადაწყვეტენ და თვითონ იციან უკეთესი რა და როგორ როდის არის მაგრამ მე ჩემი მხრივ ვამბობ რომ არის ძალიან ბევრი საკითხი ისეთი დაგროვილი რომელზედაც ჩვენ საერთო პირი და აზრი უნდა გქონდეს იმიტომ რომ მე ჩემთან რომ მოვა და ასე ვეთყვი და სხვაგან რომ მივა და სხვა აი ერთი პირი უნდა გქონდეს ძალიან კარგია აი როგორ מחარებს თქვენ არიცით ნათლობის შესახებ წესი რომ დაადგინეს ეს გამახსენდა მეც ორ ნათლიაზე მეტი არ შეიძლება ყავდეს ადამიანს და ეს ნამდვილად ასე არის ისე იყო ესე იგი რამის გაშარჟებამდე მივიდა ეს საკითხი რომ საიდუმლოებია აღასრულებ და მოვიდო და 7 ნათლია მყავს 8 ნათლია მყავს მე ყოველთვის ვეუბნებოდი რომ ვურჩევდი რომ არ შეიძლება მაგრამ რადგანაც კანონად არ მქონდა მე ეს მოცემული კანონის სახით ვერ ველაპარაკებოდი ეხლა იცით როგორი თამამი ვარ
რომ კანონის სახით ვეუბნები, რომ ეს არის სინოდალური დადგენილება. სინოდმა მიიღო ეს კანონი და თქვენ გინდათ რომ ეხლა მე შემაცვლებინოთ სინოდის კანონი და საერთოდ ჯულის კანონი, იმიტომ რომ სინოდი რას ეყრდნობა თვითონ ხო არ დაესიზმრათ ეს და მოიგონეს, მოდი ესე შევცვალოთ კანონი. ეყრდნობა რა თქმა უნდა მთელ წერილებს და კანონებს, რომელიც მიღებულია წმინდა მამათა მიერ. ამიტომაც მსგავსი საკითხები თუნდაც რაღაცა ლიტურგიაში მსახურებისა, თუნდაც თქვათ ამ ადამიანებთან რაღაცა ამ ურთიერთობაში ერთი ესე ეუბნება, მეორე ისე. ძალიან ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელიც შეიძლება იქნას განხილული და საერთო წესი იქნას მიღებული, სადაც ყველა მღვდელი ვისარგებლებდით. ამით მე ამას მივესალმებოდი და ეს არ იქნება ცუდი, მაგრამ აი ეს ადამიანები, ვინც რუის ურბნისისკენ მოგვიწოდებენ, ჯერ თვითონ იქნებ გადახედონ ათმცნებას იცავენ თუ არა. და მე ნუ ეგონებათ მათ რომ რუის ურბნისი ჩატარდება და ესე იგი ინკვიზიცია დაიწყება და ესე იგი ისინი ხელებს გადაიფშენ რა კარგია ახლა იმას დაწოვენ იმას ჩამოახშენ არ იქნება მსგავსი რამ ეს იგივე სიტუაცია იქნება რაც ახლა ისედაც ხდება საპატრიარქოში რომ ვიღაცას თქვათ თუ შეწოდება აქვს ეპიდემიას ადებენ და ვიღაცას დროებით და ვიღაცას სამუდამოს ასე რომ ეს საკითხი ისეთი საკითხია მინდა გითხრათ ცოტა საფრთხილო საკითხია იმიტომ რომ ყოველთვის სხვისკენ გირჩევნია თითის გაშვერა და დადანაშაულება განსაკუთრებით მღვდელს თუ დაინახავ რაღაცას რომ რაღაცაში სცდება ესე იგი მასზე ბევრი ლაპარაკო მაგრამ საკუთარი ცოდვები ამ დროს საერთოდ არ გაგახსენდება საკუთარ თვალში ესე იგი ვეწვის და დიახ იმიტომ რომ იმ რუის ურბნისის კრების კანონებით მაშინ შენც მოგიყენებ ამ კანონებს რომ თხოვ რომ ჩავატარო რუის ურბნისი კი ბატონო მეც განსაჯოს მაშინ ამ კანონებმა და შენს გაგსაჯონ და მოდი აბა შევადაროთ მე ვის უფრო მეტად ესე იგი სთხოვს ეს კანონები რაღაც იმას თუმცა მსაჯული ვიცით რომ ყოველ შემთხვევაში ერთია ჩვენთვის ღმერთია და ღმერთი უფრო მეტად და გაცილებით რთულად თხოვთ პასუხს სამღვდელო პირებს და მოდით განსჯა მას დავუტოვოთ და ჩვენ ადამიანებმა ვეცადოთ რომ უკეთესები გავხდეთ თქვენი დახმარებით აქ ამ მიწაზე. მე არასდროს არ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ბუნებრივად ეს ასე ვერ იქნება რომ რაღაცა იდეალურები ვარ და არაფერი არ გვეშლება და დედა ჩვენი სამღვდელოება და ასეთი არ დადის დედამიწა. არა, ასე არ არის. მე ჩემი საკუთარი თავიდან გამომდინარეც ამას გეტყვით რომ ეს ასე ნამდვილად არ არის და ასეთი წარმოდგენა არც არასდროს არ მქონია არც საკუთარ თავზე და არ ჩვენ სამღვდელოებაზე, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა უკეთესობა გვინდა, რაღაცა სემინარი აკადემიები არსებობს, იქ მუშაობა მიდის, მეცნიერება იზრდება, იქ დოქტორები ხდებიან, თეოლოგიურ განათლებას იღებენ, იქ სასულიერო პირები, ახალგაზრდები ძალიან მიხარია განათლებულები არიან, უკვე რაღაცა ენების მცოდნეები არიან, რასაც მოკლებული იყო ჩემი თავობა. წიგნებიც კი არ მქონდა, რაღაცნაირად ესე იგი ახლა რომ ყველაფერი მის ხელმისაწვდომია დაჯდები და ინტერნეტით მოიპოვებ ნებისმიერ წიგნს რომელიც დაგაინტერესებს, არ მქონდა მე ჩემი სტუდენტობის დროს ამისი საშუალება და ბიბლიოთეკაში წახვიდოდი და შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო ეს წიგნი. ფიზიკურად არ ყოფილიყო და ვაბარებდით ხოლმე იქიდან ჩავომიტანი, აქედან ჩავომიტანი. ეხლა მეტის საშუალება და ვითარდებიან, რა თქმა უნდა და არ შეიძლება მხოლოდ ესე იგი ცუდზე ილაპარაკო, ვიღაცის ცუდი დაინახო და არ შეიძლება არ ილაპარაკო კარგზე, რომ ყავს გადასარევი სამღვდელოებაც, ამიტომ მithქვამს და გავიმეორებ. ეკლესიაში ვინც რას ეძებს, იმას პოულობს. ვინც ეძებს იუდას, იუდას იპოვის. ვინც ეძებს პეტრეს, იოანეს და ასე შემდგომ, ამათ იპოვის. ამიტომაც ვის ეძებთ თქვენ ეკლესიაში, აი ღმერთი იმას გამოგიჩენთ სწორედ. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ დღევანდელი გადაცემისთვის. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.